დღეს სახალხო დამცველმა ზოგადი რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს. ქალთა მიმართ ძალადობისა და მკვლელობების საკითხებზე არსებულ არაეფექტურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. Ამ რეკომენდაციით მოვითხოვთ განსაკუთრებული მსჯელობის საგნად იქცეს ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის საშიში ტენდენციები. Ამასთან საქართველოს პარლამენტმა გამოიყენოს საპარლამენტო დემოკრატიული კონტროლის მექანიზმი და უახლოეს მომავალში მოიწვიოს საქართველოს მთავრობის შესაბამისი წევრები პრობლემების მოგვარების კონკრეტული და პრაქტიკული ნაბიჯების თაობაზე ანგარიშის მოსასმენად. მოგეხსენებათ, სახალხო დამცველის აპარატში არსებული გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი ყოველდღიურად სწავლობს განცხადებებსა თუ საჩივრებს, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის უმძიმეს პრობლემებს მოიცავს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ყველა დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტრუქტურასთან. თუმცა ქალთა მიმართ ძალადობა კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. უკანასკნელი 6 თვის მანძილზე 20-ზე მეტი ქალის მკვლელობა მოხდა, რომელსაც სწორედ გენდერული უთანასწორობა ედო საფუძვლად. სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პარლამენტის ძალისხმევას ოჯახში ძალადობის მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის სრულყოფასთან დაკავშირებით. Თუმცა როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მთავარ პრობლემას საკანონმდებლობის აღუსრულებლობა წარმოადგენს. ხშირად გვესმის არგუმენტი, რომ რთულია ოჯახში ძალადობის იდენტიფიცირება, რადგან იგი ჩაკეტილ სოციალურ წრეში ხდება. თუმცა ქალთა მიმართ ძალადობა დიდი ხანია გაცდა ჩაკეტილ სივრცეს. საზოგადოების გულგრილ დამოკიდებულებასთან ერთად მთავარ გამოწვევას დაცვისა და დახმარების ღონისძიებების არაადეკვატური გამოყენება წარმოადგენს. ხშირად ძალადობის მსხვერპ ქალთა დასაცავად არ ხდება იმ მექანიზმების გამოყენება, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული და შესაბამისად მათი თხოვნა დახმარების თაობაზე სამართალდამცავების მხრიდან უგულებელყოფილი რჩება. ჩვენ არაერთხელ მოუწოდეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტის დროს მომხდარიყო რისკების შეფასება და გამოყენებული ყოფილიყო კანონით გათვალისწინებული დაცვის ღონისძიებები. თუმცა ჩვენს მიერ შესწავლილი საქმეების უმრავლეს შემთხვევაში სამართალდამცავთა მიერ მოძალადის გაფრთხილება ხდებოდა ხელწერილით. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ფორმას საერთოდ არ ითვალისწინებს ძალადობისაგან დაცვის არსებული სამართლებრივი მექანიზმები და ის მხოლოდ დამკვიდრებული პრაქტიკის ნაწილია, რომელიც სრულიად არაეფექტურია. ჩვენ გვაქვს ფაქტები, როდესაც დაზარალებულმა ორჯერ ან მეტჯერ მიმართა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს ღონისძიების გატარებისთვის, დაცვის კონკრეტული ღონისძიებებისთვის, თუმცა პოლიციამ მხოლოდ გაფრთხილებით და ხელწერილით შემოიფარგლა. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ არ სრულდება ან არ ამოქმედებულა ხელისუფლების ხელთ არსებული მექანიზმები ძალადობის შესაჩერებლად. მაგალითად, საქართველოს სახალხო დამცველი არაერთხელ მიუთითებდა, რომ მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისთვის მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკის როლის გაძლიერება, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონითაა განსაზღვრული. თუმცა საკითხი კვლავ მოუწესრიგებელია. ასევე მიმდინარე წლის 1 აპრილიდან შეწყვეტილია ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათა შორისი საბჭოსა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის გამსაზღვრელი ჯგუფის მუშაობა, რაც შესაბამისად აფერხებს მსხვერპლის სტატუსის მინიჭების პროცესს და არსებით პრობლემას ქმნის მსხვერპლთა თავშესაფარში მოთავსების თუ სხვა პრევენციული ღონისძიებების განხორციელების კუთხით. საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობას შექმნილიყო ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საგანგებო სტრატეგია, რაც არა მხოლოდ მომხდარი ძალადობრივი ფაქტების ეფექტური გამოძიების ჩატარებაზე იქნებოდა კონცენტრირებული, არამედ მაქსიმალურად მოახდენდა მსგავსი დანაშაულების პრევენციას. აღნიშნულ ინიციატივას სახალხო დამცველის 23 მაისის საგანგებო განცხადებაში გაჟღერდა. ასევე წერილობით მიმართეთ შინაგან საქმეთა მინისტრს შექმნილიყო საგანგებო სამუშაო ჯგუფი სახალხო დამცველის აპარატისა და თემაზე მომუშავე ექსპერტების მონაწილეობით. პასუხად გვეცნობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მუშაობა აღნიშნული მიმართულებით, თუმცა ქმედითი ნაბიჯები სამწუხაროდ არ გადადგმულა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და იმის გათვალისწინებით, რომ ამოწურულია ჩემს ხელთ
არსებული სამართლებრივი რეაგირების შესაძლებლობები ქალთა სიცოცხლის წარუარი უფლების დასაცავად. მოგმართავთ თხოვნით, ბატონო დავით, განსაკუთრებული მსჯელობის საგნად აქციოთ ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის საშიში ტენდენციების განხილვა. გამოიყენოთ საპარლამენტო დემოკრატიული კონტროლის მექანიზმი და უახლოეს დღეებში მოიწვიოთ საქართველოს მთავრობის შესაბამისი წევრები და მოისმინოთ მათი ანგარიში პრობლემის მოგვარების კონკრეტული ნაბიჯების თაობაზე. ჩვენ დადებითად ვაფასებთ ინიციატივას ადამიანის უფლებათა კომიტეტში გაიმართოს მოსმენა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ რასაც ჩვენ ვითხოვთ არის ის, რომ მთავრობამ საქართველოს პარლამენტს და შესაბამისად საქართველოს მოსახლეობას ჩააბაროს ანგარიში. რა კომპლექსური ღონისძიებების გატარებას ისახავენ მიზნად, თუ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს საკითხი იყოს ასე თუ ისე მოგვარებული. აქ საუბარია როგორც საგანმანათლებლო, ასევე პრევენციულ და სხვა ღონისძიებების გატარებაზე. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა გავიგოთ ხელისუფლებისგან, სად დაუშვეს მათ შეცდომები. სწორედ ეს უნდა გახდეს პარლამენტის მსჯელობის საგანი.